გამარჯობათ მეგობრებო, ვისაც გაინტერესებდათ როგორ იქსოვება ეს სქემა, ვნახოთ ახლა და ვისაც დაინტერესებს და შემდეგ კიდევ გამოიყენებს. არ ვიცი რამდენად ჩანს ახლა, მაგრამ ძალიან ლამაზი სქემაა. დავიწყებ პატარა ნიმუშით. რომ ბევრი არ ვგსოვოთ აქ, მაგრამ ამ დიდი ჭხირებით აქ ვერ მოვგსოვ ახლა. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. აქ არის რეზინა მოქსოვილი. ჩვენ სქემას ვიწყებთ პირდაპირ რეზინადან. არანაირი გადაქსოვა, სხვა რამის, სულ წაღმა ან სულ უკუღმა არაფერი. ვგსოვდი რეზინას, არის წაღმა და უკუღმა თვლები. ჩანს მე მგონი, შედარებით სხვილი ძაფით დავიწყე, რომ გამოჩნდეს კარგად და ვნახოთ ახლა. მაქვს ერთი წაღმა თვალი, ერთი უკუღმა თვალი. უკუღმა თვალი. ქვედა რიგიდან გავდივარ და ასე ვგსოვ. წაღმა თვალს ვგსოვ ჩვეულებრივ. უკუღმა თვალი ქვედა რიგში, აი აქ ქვედა თვალის ქვეშ. წაღმა ვგსოვ ამ თვალსაც. წაღმას ჩვეულებრივად ვგსოვ. ახლა ნახეთ. ერთი თვალი გვაქვს ჩვეულებრივად მოქსოვილი, ერთი თვალი გვაქვს, ორი თვალი აი აქ ხო, ქვედა რიგიდან რომ გამოვიყვანეთ თვლები, აქ ხო ორი ძაფი დარჩა. ჩვეულებრივად მოქსოვილ თვალს მოვგსოვ წაღმა. მეორე მხარეს ვარ, უკუღმა მხრიდან ვგსოვ მეორე რიგს. წინა რიგზე ორი თვალი ერთად მოგსოვილი ქვედა რიგიდან, უკუღმა მოვგსოვ. ანუ ძალიან უბრალოდ რო ვთქვათ, ჩვეულებრივი უკუღმა თვალი თავისუფალი იქსოვება წაღმა, სადაც ორი ძაფი, ანუ ორი თვალი ერთად იქსოვება უკუღმა. არის ყველა თვალი უკუღმა, მეორე რიგს როცა ვგსოვთ, ჩვენ თავისუფალ ჩვეულებრივ თვალს წაღმა ვგსოვთ, სადაც ორი თვალია ერთად, ორი ძაფი, როგორც გინდა ვთქვათ, იქსოვება უკუღმა. ეს რიგი იქსოვება წაღმა უკუღმა, მაგრამ დააკვირდი რომელი როგორ.
მესამე რიგი. უკუღმა თვალი ქვედა რიგიდან გამომყავს და წაღმავგსო. წაღმა თვალი ჩვეულებრივად წაღმა იქსოვება. უკუღმა თვალი ქვედა რიგიდან ქვედა თვალსაც მოვაყოლებ, აი აქ ქვევით გავდივარ და ასე ვგსო. გავუშვებ აქ, ხო? და აგე ორი ძაფია, ორი თვალია ერთად. წარმოიდგინე ინგლისურ რეზინაში რო იქსოვება. წაღმა თვალი ჩვეულებრივად იქსოვება. უკუღმა თვალი ქვედა რიგიდან გავდივართ, წაღმა გამოყვავს, წაღმა თვალი ჩვეულებრივად წაღმა იქსოვება. მესამე რიგი მოგხსოვეთ როგორც პირველი რიგი. შემდეგი შემოვტრიალდით. მეოთხე რიგი. არის ყველა თვალი უკუღმა. თვალი, რომელზეც არის ორი ძაფი, ანუ ორი თვალი ერთად მოვგზოვეთ ქვედა რიგიდან წეღა. თავისთავად იქნება ორი ძაფი, ხო? ეს მოიქსოვება უკუღმა. ჩვეულებრივი თავისუფალი უკუღმა თვალი, ჩვეულებრივი, ერთი ძაფი აქვს, ერთი თვალი, ვგსოვთ წაღმა. ვიმეორებთ მეორე რიგს. მაგრამ უნდა დავაკვირდეთ, რომელია წაღმა, რომელი უკუღმა მოსაქვსო. უკუღმა თვალი, სადაც ორი ძაფი გვაქვს, ვგსოვთ უკუღმა. თავისუფალი ჩვეულებრივი თვალი, ვგსოვთ წაღმა. აი აქ ნახეთ ხოლმე ორი თვალიად. ქვედა თვალი და რო გამოყვავს, აქ ორი ძაფი რჩება, ხო? ეს იქსოვება უკუღმა. ჩვეულებრივი თავისუფალი თვალი წაღმა იქსოვება. ეს რიგი უკუღმა მხრიდან, შიგიდა პირიდან იქსოვება ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, მაგრამ დააკვირდი, რომელი ამოყავს უკუღმა და რომელი წაღმა. შემოვტრიალდით, ვგსოვთ წაღმა გარეთა პირიდან. წაღმა თვალი ჩვეულებრივად წაღმა ვგსო. უკუღმა თვალი აუცილებლად ქვედა რიგში, აი აქ გავდივარ. ეს ხო აქ ხო თვალია და აქ ვგსოვთ კანონიერად როცა ვგსოვთ. ეს ქვედა თვალია. აი ამ ქვედა თვალში გავდივარ. და ამასაც წაღმა ვგსო. წაღმა თვალი წაღმა იქსოვება. უკუღმა თვალი ქვედა რიგიდან ქვედა თვალში წაღმა იქსოვება. წაღმა თვალი ჩვეულებრივად იქსოვება. უკუღმა თვალი წაღმა იქსოვება. ეს რიგი გარეთა პირიდან იქსოვება ყველა თვალი წაღმა. მაგრამ ქვედა რიგიდან გამოყვავს უკუღმა. წაღმა იქსოვება, მაგრამ უკუღმა თვალი აი აქედან იქსოვება წაღმა. შემდეგი რიგი და ვგსოვთ შიგითა უკუღმა პირიდან.
ახლა აქ მოძებნე თავისუფალი ჩვეულებრივი უკუღმა თვალი, თავისუფალი რას ნიშნავს? ჩვეულებრივად ამოქსოვილი, არ არის ორი ძაფი აქ. იქსოვება წაღმა. ახლა აქ ნახე აუცილებლად იქნება ორი ძაფი ერთად. იმიტომ რომ სულ ასე ვგსოვთ, ერთი თვალი ასე, ერთი თვალი ისე, ხო? აქ ორია. ეს უკუღმა უნდა მოვგსოვო. ეს ჩვეულებრივი თვალია, წაღმა მოვგსოვ. აქ ორი ძაფია ერთად, უკუღმა მოვგსოვ და ასე შემდეგ. დააკვირდი ჯვარედინად ვგსოვთ ახლა. რომ იტყვიან შახმატურადო, მაგრამ ქართულად რო ვთქვათ, ეს ქართულად ამას ჯვარედინად გსოვა. ჯერ ამ თვალს ვიყვანთ უკუღმა, შემდეგ იმ თვალს ვიყვანთ უკუღმა, ჯერ ამ თვალს ვგსოვთ ქვედა რიგიდან, შემდეგ იმ თვალს ვგსოვთ ქვედა რიგიდან, თუ დააკვირდები, ორი რიგი ჭირდება ერთ სქემას, შემდეგ იცვლება თვლები და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივად წაღმა ვგსოვთ აქეთ. ეს ორი ძაფი რო აქვს, უკუღმა ვგსოვთ. ქართულად ამას ქვია ჯვარედინი ქსოვა. როცა გადაანაცვლებ თვლებს. და სუეტ-ზოლზე არ მეყვები იმ რაღაცას, ხო? და ცვლი. ახლა აქ ნახე. ეს გარეთა პირია, წაღმა პირიდან ვგსოვთ და უკუღმა თვალი ქვედა რიგიდან უნდა გამოვიყვანო, ისე რომ აქ ორი ქსოვა, ორი რიგი, ორი თვალი უნდა დარჩეს. წაღმა, ჩვეულებრივი წაღმა იქსოვება. უკუღმა თვალი ქვედა რიგიდან ჩვეულებრივ წაღმა ვგსოვთ, მაგრამ ორ თვალზე, ხო? წაღმა თვალი ჩვეულებრივად წაღმა. უკუღმა თვალი ქვედა თვალიდან ორ თვალზე. წაღმა თვალი წაღმა იქსოვება. ეს რიგი სულ წაღმა იქსოვება, მაგრამ ეს ჩვეულებრივად, ეს ქვედა რიგიდან, ეს ჩვეულებრივად, ეს ქვედა რიგიდან. სადმე სხვაკან ქვევით არ გახვიდე, ან ეს არ მოგივიდეს ორი. აი ნახე, უკუღმა თვალი ხომ არის. იმ ზუსტად ქვედა თვალში უნდა გახვიდე. სხვა ძაფი არ მოგიყვეს აქ ზემოთ ან ქვემოთ ან ერთი სიტყვით. მხოლოდ აი ეს ორი ძაფი, ორი თვალი უნდა დარჩეს აქ თვალს რო გამოიყო. შემოვტრიალდი, უკუღმა პირიდან უნდა მოვგსოვო და აი აქ იცვლება ახლა რო ვამბობ ჯვარედინად იქსოვება. ყველა თვალი უკუღმა, აგე ვხედავთ, ხო? ახლა აქ ნახე ორი ძაფი აქვს ამას და ამას უკუღმა ვგსოვ. ჩვეულებრივი თვალი მოგსოვილი, წაღმა ვგსოვ და ეს წაღმა იქიდან მერე ქვედა რიგიდან ხო გამომყავს, აქედან ხო უკუღმა იქნება. აი ასე გამოდის ეგრეთ წოდებული შახმატურად რო ვამბობთ. ჯვარედინად. ეს უკუღმა, ეს წაღმა. აქეთა უკუღმა პირიდან, უკუღმა მხრიდან, წაღმა უკუღმა იქსოვება თითო თვალი, ერთი თვალი წაღმა, ერთი უკუღმა. აი ეს ახლა ორი ძაფია და უკუღმა მოვგსოვ. აქ ერთი თვალია ჩვეულებრივი მოგსოვილი, წაღმა მოვგსოვ. რადგან ეს წაღმა თვალი აქედან მჭირდება, რომ მერე ორივე ერთად ამოვიყო. წეღან ეს იყო ორივე ერთად, ახლა ეს იქნება, შემდეგ ისევ ის იქნება და ასე შემდეგ. ძალიან ადვილი სქემაა.
და ძალიან ლამაზიც. ახლა ამას მოგსოვ მე ახლა 10 და 12 თვალს გსოვდა. მოგსოვ 200 თვალს, 150, 80 არ ვიცი, რაღაცას მოგსოვ ხო ადამიანი ახლა. ნახე რა ლამაზი გამოვიდა, ამ ფერსაც ძალიან მოუხდა. ახლა ეს ისეთ სქემა მგონია რომ ყველა ფერს მოუხდება, ყველანაირ ფერზე წავა. მოგსოვ მთლიანობაში, თუ ნახევარს მოგსოვ, ახლა ნახევარს დავუშვათ, გსოვ ჯემპერს. და ამ სქემით მოგსოვე ნახევარი. ახლა აქ ნახე, წაღმა თვალს მოგსოვ ჩვეულებრივად წაღმა. გარეთა პირიდან ვარ, წაღმა პირიდან. უკუღმა თვალს ქვევიდან მოგსოვ წაღმა, რა თქმა უნდა, მაგრამ ქვედა რიგიდან 2 თვალს. სულ წაღმა ვგსოვ, ხო? მაგრამ უკუღმა თვალს ქვედა რიგიდან, ქვედა თვალში გამოვდივარ. ხო, თუ ნახევარს მოგსოვ დავუშვათ, ხო, ასე გამოხვალ და ასე გსოვ, როგორ გსოვ. თუ ირგვლივ მოგსოვ, უნდა შეაბრუნო. ახლა ეს გარეთა პირიდან ასე იქსოვება, ხო, წაღმა. რო შემოbrუნდები, უნდა მოგსოვო წაღმა და უკუღმა, როგორც აქედან გსოვთ. მაგრამ უნდა იცოდე, რომელია მოეყანო წაღმა, რომელი უკუღმა, ხო? და მოგსოვ ირგვლივ. იქნება ერთი წაღმა პირი მთლიანად, ერთი რიგი, მეორე რიგი ისევ წაღმა უკუღმა, როგორც აქედან, მაგრამ იცოდე, რომელია მოეყანო წაღმა, რომელი უკუღმა. აქეთ უკუღმა გჭირდება შემდეგ თავისუფალი წაღმა თვალი, აი ეს. ეს უნდა მოგსოვო უკუღმა. ეს ჩვეულებრივად წაღმა უნდა მოგსოვო. თუ ირგვლივ მოგსოვ, იმ შემთხვევაში გეუბნები, რადგან შემდეგ რიგზე რომ მოხვალ წაღმა, ეს უნდა მოიყვანო ერთად. ახლა ესა მოყავს ერთად, ხო? ასე ახლა სქემები სულ ასე პატარ-პატარა იქსოვება, ხო, მაგრამ თუ ირგვლივ ქსოვისთვის გადაიტან, უნდა შეაბრუნო ის ქსოვის რიგი აქედან რო იქსოვება, რადგან მერე აქედან. ერთი სიტყვით მგონი გასაგებად თქვი, არ ვიცი. უკუღმას ქვევიდან გამოვიყვა, წაღმას პირდაპირ მოვგსო, უკუღმას ქვედა თვალიდან გამოვიყვა, წაღმას პირდაპირ მოვგსო. აი, კიდევ ამბობა, ქვევით აქედან არ გახვიდე სადმე, მხოლოდ აი თვალი ქვედა. და ეს თვალი. აი ორი თვალი, ორი ძაფი უნდა დაგრჩეს აქ. სადმე ქვევით არ გახვიდე. იქ ქვედა რიგს მოსწევ კიდე აქ მესამე თვალს და ძალიან ქვევით წახვალ. ახლა აქ დავაკვირდები. ჩვეულებრივ თავისუფალ თვალს წაღმა მოვგსო. ორი ძაფი რო აქვს თვალს, უკუღმა მოვგსო. აი როცა ირგვლივ მოგსოვ, აი რას გეუბნები. ეს იქით რო გსოვ, ახლა ხო უკუღმა ვგსოვ ამას. იქით წაღმა მოგსოვ, იქიდან. ეს ჩვეულებრივი თავისუფალი თვალი აქედან წაღმა რო იქსოვება, თუ ირგვლივ მოგსოვ, აქედან უკუღმა მოგსოვე, აი ამ რიგზე. რა ვიცი, მე ორივე ვარიანტს ხსნი და ზოგჯერ მეუბნებიან, რომ უფრო ვაბნევ, რა ვიცი. ერთი სიტყვით. და გამოვიდა აი სქემა, რასაც აქ ვგსოვდით. ახლა მე ამ ფერზეც ძალიან მომეწონა, რა ვიცი. აი ახლა ნახე ეს.
ახლა აქ ნაპირის თვლებიც გვაქვს ჩვენ და ეს არის ძაფი, რომელიც იქსოვება 3-3 ნომერის ჭღირებით. ეს არის ძაფი, რომელიც იქსოვება 4-5 ნომერის ჭღირებით. სხვილ ძაფზე დავიწყე, რომ უფრო კარგად გამოჩენილი ყოს სქემაც და თვლებიც. ვის როგორი და რომელი მოეწონება. ახლა ნახე, აი, აქ ხომ აქვს უკუღმა თვალი, წაღმა მხარეს ვგსო. ქვედა რიგში გავალ და ასე მოვგსო. წაღმა თვალს ჩვეულებრივად ვგსო, უკუღმა თვალი მაქვს. ქვედა რიგიდან და ორივე თვალი ერთად აი აქ მოიქსოვება, გაუშვებ და ერთად რჩება ორივე, ხო? წაღმა თვალი, აი, უკუღმა თვალი. ასე გააგრძელებ და მოგსო. ეს ვისაც აინტერესებდა ნახავს ალბათ ამ ვიდეოს, თუ გიპოვეთ ლინკს დაგიტოვებთ, თუ არა და ნახავთ აქ ვიდეოებში. და მეც მართლა ძალიან მომეწონა. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.